ამისთვის მთავარი სამზადისი ეს არის ოპოზიციის თქვენ სახსენეთ განცხადებები, რომ არ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი და შემდეგ უნდა დავამხოთ ეს უნდა ის უნდა ხედავთ რომ ჯგუფებს ამზადებენ ტესტირება არის ეს მოლოტოვის კოქტეილებიც ამის შემადგენელი ნაწილია ის სემინარები სადაც იარაღს ატრიალებენ ამის შემადგენელი ნაწილია სემინარები სადაც რევოლუციებზე საუბარია ამის შემადგენელი ნაწილია ეს არის ასე ვთქვათ გარკვეული გაშლილი ფრონტი სადაც ხდება ძალადობის კულტივირება სხვადასხვა გზით მათ შორის აი ესეთი სახის აქციები დღეს რაც იყო პარლამენტის ხდომათა დარბაზში აგრესიის დაგროვება აგრესიის რაც შეიძლება უკვე მეტად ჩვენება იმისთვის რომ კულმინაციამდე როცა მივა საქმე ერთი რომ ის იარაღის სემინარები რატომ არის უცხოური დაფინანსებით რო აკეთებენ გირჩს რო უფინანსებენ ამ ღონისძიებებს ხო რომ ვითომ თითქოს იარაღი და ახალგაზრდა სინამდვილეში ის არის რომ საქმეზე რომ მიდგება აღარ ქონდეს გაუცხოება იარაღის მიმართ როგორც მოლოტოვის კოქტეილს დაავლო ხელი ვიღაცამ და ესროლა ცოცხალ ადამიანს და წვავდა აი ესე დაავლოს ხელი როცა მიაჩეჩებენ იარაღს გაისროლოს ცოცხალი ადამიანს და მოკლას ადამიანი აი ეს არის საბოლოო ჯამში რისკენაც მიყავთ ეს ყველაფერი და ამას ჭირდება დროული რეაგირება ამიტომაც მე პირდაპირ ვარ ხოლმე ამ საკითხებში იმიტომ რომ მე უკვე გვიანი იქნება მე როდესაც ის მოლოტოვის კოქტეილი მოლოტოვის კოქტეილის დაზიანებული ადამიანი არამხოლოდ დაზიანებით გამოვა არამედ უარესი შედეგი რო დადგება მე იქნება გვიანი ჩვენი საზოგადოებისთვის და დღეს ვერ ეს დრო რომ ყველაფერს დავარქვა თავის სახელით ამ რადიკალურ ძალებს მათ დამფინანსებებს უცხოეთიდან ვინც არ უნდა იყოს რაც არ უნდა მორიდება გქონდეს პირდაპირ უნდა დავასახელოთ რომ უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი არ ესაქმება უცხოურ ფულს საიდანაც არ უნდა იყოს იქნება ეს ევროპა თუ ამერიკა არაფერი არ ესაქმება საქართველოს პოლიტიკაში და ჩვენ ხედავთ რომ არის გარკვეული სქემები ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების დაფინანსებისა და ამას ახლავე უნდა შეეშვას ყველა ვინც კი ამ საკითხში არის ჩართული ყველა დონორი ორგანიზაცია